KFC-მ გამოუშვა ახალი სარეკლამო კამპანია, სადაც ერთი ბიჭი დაბადიალობს ტყეში უბრალოდ და შეხვდება ქათამს, რომელსაც აქვს აშკარად ადამიანის თვალი. შემდეგ გააგრძელებს სერიალს და რაღაცა კულტის ელემენტების შემოდის, მერე ხალხი ჩნდება არსაიდან, ცეკვავენ, რაღაცა გიჟაობენ და ბოლოს ეს ბიჭი მიყავთ ტბაზე. და ჩაუშვებენ ამ ბიჭს ამ ტბაში და იქიდან ამოდის შემწვარი ქათმის ფრთა, KFC-ის შემწვარი ქათმის ფრთა. ხო და ძალიან რთულია ზოგადად რაღაცამ ჩემში ფიზიოლოგიური რეაქცია გამოიწვიოს, მაგრამ აი ამ რეკლამამ შეძლო. ხო და არ ვიცი ხა ძალიან მიხარია რომ KFC-ის ჭამაში არ მაქვს მეჭები მოჭრილი, მე უფრო მეტი მიყვარს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რის თქმა უნდა რა არის აქ თავი, შაშანაცვლოდ ასეთი კამპანია, ოღონდ მეგონი საერთხის მანქანებთან იყო თუ რაღაც კავშირში ადამიანები შედიოდნენ და იქიდან გამოდიოდნენ ქათმის ფრთები, ხო და არსებობს კონსპირაციის თეორიები, რომ ადამიანების ხორცებსაც ურევენ და რეალურად აი როგორც ბალენსიაგას შემთხვევაში იყო, ხო ეს შეფარვით თქვენ სიმართლე რაღაცებზე შეიძლება არც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მგონი დროა ხო რომ რაღაცა კითხვების დასმა დავიწყოთ, იმიტომ რომ აშკარად სულიც რაღაც მინიმუმ ავადმყოფური კამპანიაა. ბალენსიაგას რა დაუმტკიცდა და რა არა, ნუ ეს ალყის საკითხია, მან ბოლომდე სასამართლო პროცესები ჯერ კიდე არ არის მიყვანილი.